გამარჯობა. კანონზე მინდა ვისაუბრო. მოგეხსენებათ პირველი თებერვლიდან ახალი კანონი შევიდა ძალაში. ჩვენ 4 წელია ამ საკითხით ვართ დაკავებულები. ვიძახით რომ პრობლემა არის აღნიშნული კანონი, შესაძლებელია დასახვეწი არის და მე-4 წელს კანონი შეიცვალა, რაღაცა სიცხადე შევიდა ამ კანონში და გაგიზიარებთ გამოცდილებას თუ რა სიკეთე მოიტანა ამ კანონმა. უკვე მეორე თვეა მოქმედებს ეს კანონი და პატარა გამოცდილება დაგროვდა. დავიწყოთ მოკლედ აი ამ მოდელით, ეს არის კონცეფტის დანა, რომელსაც ქართულად წერია რომ არ გააჩნია ჩამკეტი მექანიზმი და აი ესეთი დანა არის. და მთელ მსოფლიოში ვისაც არ აქვს შეხება ესეთი დანებთან და თქვა პირველი გადაკვეთა აქვს ამ ვიდეოთ, იცოდეთ რომ მთელ მსოფლიოში მსგავსი მექანიზმის დანები არის დაშვებული, იმიტომ რომ ჩამკეტი მექანიზმი არ აქვს. ჩვენ მაინც წავიღეთ ექსპერტიზაზე 240 ლარი გადავიხადეთ, სხვა ვერავინ ვერ აქვს ჩვენს პასუხს ექსპერტის გარდა და მოკლედ ექსპერტმა ჩაუტარა კვლევა და დადგინდა რომ ახალი კანონის პირობებში არის ჩაბარებული 20 თებერვალს გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით არ წარმოადგენს მეგობრებო ცივი არაფერს. წავიკითხოთ დასკვნის კვლევითი ნაწილი და მოკლედ აი ეს წერია გამოსაკვლევი ობიექტი ტექნიკო-კონსტრუქციული მონადირეებით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რომელსაც ფაქტურ მდგომარეობაში არ გააჩნია დანის პირის საბრძოლო მდგომარეობაში ფიქსაცია და შესაბამისად არ წარმოადგენს ცივი არახს. ანუ არ გააჩნია ფიქსაციაო და არ წარმოადგენს ცივი არახსო. კი ბატონო, ჩვენ მაინც ეშმაკს არ ძინავს და ავდექით და კიდევ ერთი ესეთი დანა წავიღეთ. ეს არის Monterey Bay-ის დანა, ამერიკული ბრენდი არის, მოგხსენებათ, მოდელს ქვია Everywhere Carry, ანუ ყველგან შეგიძლიათ არებაო. მაინც გადავწყვეტ რომ 240 ლარი გადაგვეხადა და ჩაგვებარებინა, მაინც ეშმაკს არ ძინავს, რა იცი რა ხდება და ამ დასკვნასაც გავიზიარებთ ახლა. მოკლედ დასურათებული არის. აქაც იგივენაირად გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით არ წარმოადგენს ცივი არახს. და წავიკითხოთ კვლევითი ნაწილი. გამოსაკვლევი ობიექტი ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემებით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რომელსაც ფაქტურ მდგომარეობაში არ გააჩნია დანის პირის საბრძოლო მდგომარეობაში ფიქსაცია და შესაბამისად არ წარმოადგენს ცივი არახს. კეთილი, ამაზეც გავარკვიეთ. შემდეგ გავიღეთ თუსანის ესეთი მოდელი, რომელიც იგივე მექანიზმით არის, რომელსაც არ აქვს ჩამკეტი მექანიზმი, არანაირი, ყველანაირი დაბრკოლების გარეშე ეგრევე იკეტება. გადავიხადეთ 240 ლარი კიდევ ერთხელ, მაინც კიდევ არ ძინავს ეშმაკს, რა იცი რა შეიძლება მოხდეს, ეს უკვე 12 მარტს არის ჩაბარებული, ნელ-ნელა ვაბარებ ხოლმე და წავიკითხოთ გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენს ცივი არახს. წავიკითხოთ გამოსაკვლევი ობიექტი ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემებით, ასევე იერარქიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 26 წლის 30 იანვრის 28 დადგენილებით მოცემულ მონაცემებთან მიხედვით მიეკუთვნება ცივი არახს. აქ უკვე თვისებებს რომ ჩავუყვეთ. აი ესეთი რაღაცა წერია. დანის პირი გაღება ჩაკეტვისას ასრულებს ნახევრაწრიულ ბნუს და გახსნილ მდგომარეობაში გააჩნია ფიქსაცია. ეგ არის მეგობრებო. მოკლედ აი ესეთი სიკეთე გარკვეულობა სიცხადე მოიტანა ამ კანონმა და გაითვალისწინეთ ყველამ რომ ესეთი ჩამკეტი მექანიზმებით სიარული შეიძლება, ამას არ გააჩნია ფიქსაცია, ამასაც არ გააჩნია ფიქსაცია მეგობრებო, ხოლო აი ესეთ დანებს მოერიდეთ ვინაიდან შეიძლება დაჯერმეთ, იმიტომ რომ ფიქსაცია გააჩნია. კეთილი, სულ ეს იყო მეგობრებო, აი ესეთი სიცხადე გვაქვს კანონში და დანარჩენი კიდევ თუ რაიმე გავარკვევთ ნელ-ნელა, იმასაც გაგიზიარებთ ხოლმე. თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი. მადლობა ყურადღებისთვის.